პიესა მოგეხსენებათ მონოლოგებისა და დიალოგებისგან შედგება. ორივე თავისებურად რთულია, ორივე ამოცანამდგარა თქვენს წინაშე, დაუსრულებლი. სირთულებზე არც არ გეკითხებით. აი მე მაინტერესებს უფრო საინტერესოდ ძიების თვალსაზრისით. მონოლოგი გირჩევნიათ თუ დიალოგი? რა შეასაქმე, ხო იცი, მე ძალიან მიყვარს დიალოგი, მაგრამ აი თუ გეტყვი რომ ძალიან იშვიათი იყო ჩემს ცხოვრებაში, სცენიურ ცხოვრებაში, რომ მე დიალოგი მომწონებოდა. საკუთარი? აი საკუთარს გმირის ცხოვრებიდან თუ საერთოდ? ჩემი არა. საერთოდ რაც მქონია მე პიესებში დიალოგი. დიახ. აი ძალიან იშვიათად იყო ის დიალოგი ჩემ მიერ დაკმაყოფილებული, იმიტომ რომ დიალოგს აქვს თავისი აუცილებელი კანონი. ესე იგი დიალოგი უნდა იყოს როგორც მონოლოგი. როგორ აგიხსნა არ ვიცი. არა როგორმე უნდა ამეცათ, იმიტომ რომ არ იცით მე ველაპარაკებ ის იღებს. ის მეუბნება მე ამას ვიღებ, ამას უპასუხებ. ესე იგი ეს ძალიან იშვიათი არის სცენაზე. ისეთი შთაბეჭდილებაა ყოველ შემთხვევაში მე რო უსმენ ხოლმე რომ ერთი მეორეს არც უგდებს ყურს. ესე იგი დიალოგი გულისხმობს თანაბარი ძალის პარტნიორებს. აუცილებლი. ნუ ამ ხრივ მე მგონი მარიამ სტიუარტში თქვენი დიალოგი სესილია თაყაიშვილთან, ელისაბედის და მარიამის დიალოგი იყო ძლიერი. უფრო ძლიერი იყო, იმიტომ რომ ეს ხვდებოდა იმასსა და იმისი უკვე წდებოდა ჩემ. ბრძოლა იყო. ამიტომ დიალოგი ძალიან საინტერესოა თუ არის ეს პირობა.